გამარჯობა. დაიწყო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. მე ვარ თეონა დარჩია, ოკუპაციური თერაპევტი. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო ჩართვა სიარულისთვის საჯარო დამხმარე საშუალებებთან დაკავშირებით. ამიტომ თავდაპირველად დაველოდოთ, რომ ყველანი შემოგვიერთდნენ და ძალიან მალე დავიწყებთ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენ დღევანდელი თემა არის, როგორც წეღავ თქვი, დამხმარე საშუალებები სიარულისთვის. და მე მგონი შეგვიძლია პრინციპში ნელ-ნელა დავიწყოთ. კიდევ ერთხელ გაგეცნობთ, მე ვარ თეონა დარჩია, ოკუპაციური თერაპევტი, წარმოვადგენ მაგ ჯორჯიას და ჩემი დღევანდელი ფუნქცია იქნება მოდერატორობა, რაც გულისხმობს მასპინძლობას ჩვენი სტუმრის და ასევე გავახმოვანებ იმ კითხვებს, რომლებიც გექნებათ ლეილასთან. ჩვენი სტუმარი არის ლეილა ჩანტლაძე, რომელიც არის ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის მაგისტრი და ასევე საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო აკუათერაპევტთა ასოციაციაში. მადლობას ვუხდით მას დროისთვის, რომელიც დაგვითმო დღეს და ისაუბრებს ძალიან საინტერესო თემაზე. და მინდა ვთხოვო მას განმარტოს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებების გამოყენება და როდის ან ვინ უნდა გამოიყენოს სხვა ტიპის დამხმარე საშუალებები. მადლობა ლეილა, გისმენთ. მოგესალმებით. მიხარია რომ ზაფხულში გამოინახა ის დრო, რომ ვისაუბროთ ესეთ საინტერესო თემაზე, დამხმარე საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება სიარულისთვის. და საინტერესოა ის გავმარტოთ ისიც თუ ვისთვის იქნება ეს საინტერესო დასაწყისში. ჩვენ ახლა შევხვდით პლატფორმაზე, რომელსაც ქვია მშობლისკიური და რა თქმა უნდა ეს საინტერესო იქნება მშობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, იმ ადამიანებისა, ვისაც აქვთ გადაადგილების პრობლემა. სიარულის პრობლემები, სხვადასხვა შეიძლება იყოს ზვარეობები და ასევე თვითონ პაციენტისთვისაც. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან საინტერესო ეს კოლაბორაცია მე როგორც ფიზიკური თერაპევტი ვსაუბრობ ამ თემაზე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოკუპაციური თერაპევტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თეონა ეს თქვენი მიმართულებისთვის და ასევე ექთნებიც თუ შემოგვიერთდებათ, იმიტომ რომ მაგალითად პოსტოპერაციულად პაციენტებთან პირველი შეხება აქვთ ხოლმე ექთნებს და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე მათი მხრიდან სწორი ინფორმაცია იყოს მიწოდებული პაციენტისთვის, რომ მოხდეს დროული რეაბილიტაცია. დამხმარე საშუალებებზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსმოთ ხაზს, რომ ვსაუბრობთ მხოლოდ სიარულისთვის საჭირო დამხმარე საშუალებებს და არა გადაადგილებისთვის საჭირო დამხმარე საშუალებებს, იმიტომ რომ ძალიან ფართო თემა ეს. და სიარულისთვის რა დამხმარე საშუალებები გვჭირდება ძირითადად ჩვენ? ესე გააჩნია მდგომარეობებს, ეს შეიძლება იყოს პირველი ხელჯოხი, ყავარჯენი, ან შეიძლება იყოს გადასაადგილებელი ჩარჩო, რომელიც სხვადასხვა ტერმინოლოგიით ხდება ქართულ ლიტერატურაში. დავიწყოთ ალბათ ყველაზე ნაცნობით ხელჯოხით, რომელიც ახლა მაგალითად შეიძლება კონკრეტულად პაციენტის შემთხვევაში განვიხილოთ და ისედაც შეიძლება ადამიანი არ იყოს, საჭიროება არ ქონდეს ამისთვის, მაგრამ უბრალოდ სალაშქროდ გამოიყენებდეს ხელჯოხს და მინიმუმ ამ ხრივად საინტერესოა მათთვის, რომ როგორ უნდა გამოიყენონ ხელჯოხი. როგორც დამატებითი ბალანსის შესაძლებლობა და ესეც სხვადასხვა დამხმარე ფუნქციები აქვს ამ ხელჯოხს. ხელჯოხები ძირითადად, მაგალითად შეიძლება თქვენ კონკრეტულად არ იყენებდეთ ჩვენი მსმენელი, მაგრამ შეგინიშნავთ შეიძლება იმ ტროტუარზე ან რაღაცა საერთო თავშეყრის ადგილზე პარკებში, რომ ადამიანებს უჭირავთ ხელჯოხი. ეს ძირითადად შეიძლება იყოს ორი ტიპის ხელჯოხი, არსებობს ხის ხელჯოხი ან ალუმინის, ყველაზე გავრცელებული. რა თქმა უნდა არსებობს უფრო მაღალი კლასის, მაგალითად კარბონის, რომელიც არის უფრო მსუბუქი. და შეიძლება იყოს უფრო
თანამედროვეც დასაკეთს ისეთი, რომ მგზავრობის დროს მოგზაურობის მოყვარული პაციენტებისთვის, რომ ჩანთაში მოათავსონ და ადვილად გადასაადგილებელი იყოს. აი სტანდარტულით რომ დავიწყოთ და ესე ისტორიულ ციკლში რომ ვიყოთ ამ დამხმარე საშუალებებს. აი ხის ხელჯოხი. აი ხის ხელჯოხი სტანდარტულად არის ხოლმე დაახლოებით 91 სანტიმეტრია სტანდარტულად და პაციენტის სიმაღლისთან მიხედვით ხდება მისი ქვედა დონიდან დამოკლება. და აუცილებლად ბოლო მუშავდება ისე, რომ არ იყოს სრიალა ზედაპირზე. შესაბამისად, თანამედროვე პირობებში ეს არის რეზინის საცობი ხელჯოხის წვერზე, რომლითაც იქნება ვაკუუმის შეხების დროს და ნაკლებია სრიალის გასრიალების მომენტი და შესაბამისად პაციენტი უფრო უსაფრთხოდ გრძნობს ხელს. ეს ბოლო გასაგებია, მაგრამ სადაც პაციენტი ეხება ხელჯოხს, ანუ ხელის მოსაკიდი ადგილი სახელური როგორი შეიძლება იყოს. არსებობს სხვადასხვა ვარიანტი ბაზარზე, სტანდარტული კაუჩისებური ხელჯოხი, მაგალითად ბრიტანული ფილმებიდან თუ გახსოვთ, ძველი ფილმებიდან ეს კაუჩისებური, შოტლანდიურ ხელჯოხსაც კი ეძახიან, იმდენად ტრადიციულია ხოლმე ევროპისთვის ესეთი ტიპის ხელჯოხი. ან შეიძლება იყოს უფრო განვითარებული ვარიანტი ამისი, რომ იმეორებდეს ხელის გულის ფორმას, ეს იყოს ლათინური S ფორმის სახელური, ან შეიძლება თანამედროვე პირობებში იმდენ შესაძლებლობას გვაძლევს ხოლმე, რომ თვითონ ამ ხის ხელჯოხს ემატება თავზე ისეთი დამუშავებული, ჩამოსხმული ხელის ფორმის მიხედვით ჩამოსხმული თავი. და ამ მხრივ უფრო მოხერხებულია თქვათ ნაკლებ დისკომფორტს იწვევს ხელის გულზე. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მუდმივი სატარებელია ხელჯოხი პაციენტისთვის. ახლა რომ გადავიდეთ მეორე ტიპის ხელჯოხზე, და იერარქიულად ხის ხელჯოხი განვიხილეთ ალუმინის ხელჯოხი. ალუმინის შემთხვევაში ძალიან კომფორტულია ის მომენტი, რომ მისი მარტივად მისი ზომის შეცვლა შეიძლება უფრო მარტივად, ეს სპეციალური დილაკები აქვს ნახრეტები და გადანაცვლდება სიმაღლე, როგორც მაგალითად სკანდინავიური ჯოხი, სალაშქრო ჯოხი იმ სტანდარტის არის. ან შეიძლება იყოს ეს ნახრეტები, ან შეიძლება იყოს მრგვალი საცობები, რომლითაც შეიძლება გადანაცვლდეს სიმაღლე. ამ შემთხვევაში პაციენტის სიმაღლისთან მიხედვით, ან მაგალითად თუ დროებითად იყენებს პაციენტი ხელჯოხს, ძალიან მოხერხებული აი თუნდაც შემდგომ მეორადაც სხვა პაციენტმა გამოიყენოს ეს ხელჯოხი, ან თუნდაც კლინიკა თუ უზრუნველყოფს ამ მსგავსი ტიპის ხელჯოხით, მაგალითად ერთი პაციენტის შემდეგ გამოიყენებს და ძალიან უტილიზაცია ხდება უფრო ეფექტურად ასეთი ხელჯოხების. და მესამე ეს არის ორი ტიპი ძირითადი, კარბონის როგორც თქვით, ანუ ყველაზე ეფექტური ის არის, რომ სუბუქია კარბონის შემთხვევაში, ეს ძირითადად მასალების მიხედვით რო გავაკეთოთ ხელჯოხების კლასიფიკაცია. თეორიულად ალბათ პარალელურად მეტყვი თუ რაიმე კითხვა იქნება, მე ნებისმიერ დროს ძალიან თავისუფლად შეგვიძლია რომ გავჩერდეთ. შეიძლება, ანუ ეს გასაგები არის, ძალიან საინტერესო არის ამათი ესე დაყოფა. სიმსუბუქის მიხედვით ალბათ, ნუ კარბონის განდამზადებული ხელჯოხი ყველაზე მსუბუქია, შემდეგ ალუმინი მოდის ალბათ, ხო? და ბოლოს ხის ესეთი კლასიფიკაცია არის და არჩევა ხდება, ნუ რაღაცა საჭიროებების მიხედვით თუ აი რამე თუ არის. აი არჩევა ძალიან საინტერესო საკითხია. ეხლა დღეს ჩვენ გვექნება უფრო გაცნობიტი შეხვედრა ამ დახმარე საშუალებებზე, ნაკლებად ვისაუბრებთ არჩევაზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ფაქიზის საკითხი და ეს უნდა გადაწყვიტოს კლინიკურმა გუნდმა პაციენტთან მიმართებაში, იმიტომ რომ ვთქვათ ეხლა რომ ვთქვათ, რომ კარბონის ხელჯოხი ჯობია ხის ხელჯოხს, ეს არის სრულიად არასწორი, არაპროფესიონალური შეფასება. იმიტომ რომ ნებისმიერი დახმარე საშუალების, ამ შემთხვევაში სიარულისთვის დახმარე საშუალების შერჩევა ხდება პირველ რიგში პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, მეორე, ну, ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვათ, შეიძლება იყოს თქვათ პოსტტრაუმული ოპერაციის შემდგომი, ან თქვათ რაღაც ინსულტის შემდგომი მდგომარეობა და ასე შემდეგ. პაციენტის თვითშეაქმაზე არის დამოკიდებული, იმიტომ რომ თქვათ, მე შეიძლება ექიმი ჩემი ტიპის მდგომარეობებზე თვლიდეს, რომ არის თქვათ ერთთავიანი ხელჯოხი საკმარისი, მაგრამ იმდენად რაღაც შეშფოთებული პაციენტი ვარ, რომ აი თავს ვერ გრძნობს სტაბილურად და მინდა რაღაც ისეთ უფრო არის რაღაც ოთხთავიანი ხელჯოხი ან რაღაც უფრო სტაბილიზაციის შეგრძნება მინდა რომ მქონდეს მყარად. ამიტომ ძალიან ინდივიდუალური ეს საკითხი და დღეს ჩვენ არ გამოვიჩინავთ რაიმე ცალ-ცალკე რომ ეს ჯობია, ეს ხელჯოხი და ის ხელჯოხი. ასევე დამოკიდებულია მატერიალურ მდგომარეობაზე. და წეგან რა საკითხიც აღნიშნე, რამდენად ხანგრძლივად გჭირდება ეს თუ დროებითი მდგომარეობისთვის არის.
თავარი ყველაზე მნიშვნელოვანი არის შერჩევის დროს, რომ ეს იყოს მორგებული. მნიშვნელობა არ აქვს უხეშად რომ ვთქვათ, ეს ხის იქნება, ალუმინის იქნება თუ კარბონის იქნება, უმთავრესი საკითხი არის მორგება. თუ ეს სწორად მორგებულია, ეს ნიშნავს, რომ პაციენტს აქვს დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობა და უფრო სტაბილურად გრძნობს თავს. ეს თავარი ჩვენი ამოსავალი წერტილი რეაბილიტაციაში ეს არის, ხო? კი ბატონო, მადლობა ლეილა. აქვე ჩავიკითხებით, დარწმუნებული ვარ ალბათ ისაუბრებ ამაზე, მაგრამ აი ვის შეიძლება მიმართოს ადამიანმა, ვისაც სჭირდება ხელჯოხის გამოყენება, მის მოსარგებად, ანუ რეაბილიტაციის რომელ სპეციალისტი იყოს, შეიძლება იყოს ამაში ჩართული, ან რა უნდა გაითვალისწინოს პროცესში, თუ შეიძლება რომ ამასაც მოყვეთ უთხრა. ხელჯოხის ან სხვა ტიპის დახმარის საშუალებების შერჩევის დროს სიარულის დროს მნიშვნელოვანია რომ ეს გააკეთოს იმ ადამიანმა მორგება, შერჩევა და მორგება, ვისაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია. ამისი კომპეტენცია შეიძლება ქონდეს ერთი და საღვნიშნეთ რომ ფიზიკურ თერაპევტ, მაგალითად მე ვარ ფიზიკური თერაპევტი, მეორე თქვენ მაგალითად თეონა ოკუპაციური თერაპევტი ხართ და ასევე ეს შედის ექთმების კურიკულუმში. ექთმებმაც უნდა იცოდეს, მაგალითად ხშირ შემთხვევაში რომ გამოთავისუფლდეს ოკუპაციურების და ფიზიკური თერაპევტების დრო, ექთმებიც აკეთებენ განსაკუთრებით კიდევ ორთოპედიურ პაციენტებში. ამ შერჩევას. და ასევე მაგალითად მორგებას რაც გააჩნია მდგომარეობას, ხო ვითარდება ადამიანი, თქო, ჩარევების შემდეგ, სარეაბილიტაციო ჩარევების შემდეგ და გადადის, თქო, ერთი ტიპის დახმარის საშუალებიდან მეორე ტიპის დახმარის საშუალებამდე. შეიძლება ამ დროს ოკუპაციურ თერაპევტთან ვიზიტი, ფიზიკურ თერაპევტთან ვიზიტი არ გქონდეს, მაგრამ მუდმივი ჯანმრთელობის ქვეშ იყოს ექთმის მიერ და შესაბამისად ის სპეციალისტი აკეთებს უკვე ჩარევას. ეხლა განვსაზღვრეთ, ესე იგი, მასალის მიხედვით ხელჯოხების ტიპები და შევთანხმდით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ძალიან სუბიექტური აღქმა პაციენტის, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც ვარჩევთ კონკრეტულ დახმარების საშუალებას. მეორე კლასიფიკაცია, რაც შეიძლება განვიხილოთ ხელჯოხების მიმართულებით, ეს არის ხელჯოხის თავი როგორია. ხელის უბრალოდ ხელის სახელური როგორია, ხელჯოხის სახელური. დღესდღეობით მივიდა ის გადაწყვეტილებაზე ფიზიკამ უფრო მეტად გამოვიყენეთ და არსებობს ეს გედის თავივით ხელჯოხები, მოხრილი ხელჯოხები, არა მაგალითად ხის ხელჯოხებისგან, სტანდარტული ხელჯოხებისგან განსხვავებით, თავი გაწეული აქვს ამ ხელჯოხს და კაუჩს, ესეც კაუჩს აკეთებს, წელ კაუჩს. და ეს რატომ? ამ შემთხვევაში თუ წარმოიდგინეთ ხელჯოხს, რომელსაც აქვს დაბოლოება ესეთი, ქვევით კი სწორად გრძელდება, მაგრამ სახელურთან აქვს ესეთი გაზიდული ფორმა, ოფსეტური ხელჯოხებიცაც უწოდებენ ამას, რადგან კომპენსაციას აკეთებს და რაში მდგომარეობს მისი კომპენსაცია. ამ დროს ჩვეულებრივი სტანდარტული კაუჩისებური ხელჯოხისგან განსხვავებით, ზეწოლა პაციენტი რო აკეთებს ზეწოლად პირდაპირ სიმძიმის ცენტრი არის ხელჯოხის ბოლოზე. ანუ ზუსტად ხელის გულით სადაც აწვება, ის ადგილია ზუსტად ქვევით, მაგრამ კაუჩიანი ხელჯოხის შემთხვევაში ესე არ ხდება. წარმოიდგინეთ, მაგალითად, ქოლგა რო წარმოიდგინოთ, კაუჩიანი ქოლგა მარტივად ვისაც ხელჯოხებთან შეხება არ ქონიათ, ამ შემთხვევაში და შესაბამისად უფრო დიდი ძალის მოაჭირდება პაციენტს სტაბილიზაციისთვის. ამიტომ ეს თანამედროვე გადაწყვეტილება, ესეთი ოფსეტური თავის ხელჯოხები არის უფრო მეტად სტაბილური პაციენტებისთვის და მარტივად გამოსაყენებელი. ეს განსხვავება შეიძლება საფასად გამოვიდეთ. ეს რაც თავს შეეხება, თავი რატომ გამოიყენება დღეს ხშირად უყურებთ, რომ ესეთი დაახლართული ფორმის რატო ეხლა სტანდარტული ხო შეიძლება იყოს ხელჯოხი, განსაკუთრებით ქონდა ესეთი შემთხვევა ასაკოვან პაციენტებთან, აი სახლში მაქვს ესეთი კომფორტულია რაღაცა, მაგრამ ხვდებით, რომ უფრო მეტი საჭიროება ჭირდება ბალანსის მხრივ დახმარება და ამ შემთხვევაში ოფსეტურებს ურჩევთ ხოლმე ესეთი თავიანებს. ეს ხელჯოხის ტიპები განვიხილეთ და შეგვიძლია გადავიდეთ უკვე ხელჯოხის გამოყენებაზე, აი როგორ მორგებაზე და შემდეგ გამოყენებაზე, ხო? ხო, ძალიან საინტერესო იქნება. უბრალოდ მანამდე თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანუ ეს ხელჯოხები, რომელსაც ახლა ჩვენ ვყვებით, მისაწვდომი არის ალბათ ქართულ ბაზარზე, ხო ისეა?
ყველა ტიპი შეუძლიათ შეიცინოს. აი თუნდაც მე ყველაზე ისეთი თანამედროვე რაც ვახსენე და ეს ბოლო მიგნებები ეს არის კარბონის ხელჯოხი და კეცვადი ხელჯოხი. თუნდაც 3 დღის წინ ჩვეულებრივ მაღაზიაში არა აფიაქში აი არამედ შერეულ მაღაზიაში თბილისში ხელმისაწვდომი იყო ეს გასაკეთი ხელჯოხი. ანუ ძალიან ისეთი ხელმისაწვდომია ეს. ანუ შესაძლებელია თქვა აფთიაქებშიც არის ხელმისაწვდომი, სხვა მაღაზიაში. სხვა მაღაზიაში შერეული ტიპის მაღაზიაშიც არის. გასაგებია. ეხლა როგორ მოვარგოთ? ეხლა ვთქვათ შეიძლება ხის გვაქვს, ალუმინის, კარბონის მნიშვნელობა არ აქვს, კაუჭიანი თავით თუ ესეთი ოფსეტური თავით და როგორ მოვირგოთ, როგორია სწორი. ეხლა განსაკუთრებით აი ზაფხულის პერიოდში კარგია ამ თემაზე რომ შევხვდით ერთმანეთს, ხო? იმიტომ რომ ამ ლაივის შემდეგ შეიძლება თქვენ დაფიქრდეთ, აი ვიღაცა დასასვენებლად სადღაც გავიდეს და ხშირი ამ დროს რომ დასასვენებლად მიდიან ხოლმე ეს ბებიები, შვილიშვილები რაღაც და ეს ხალხი რომ მოძრაო, ძალიან საინტერესო განსაკუთრებით პროფესიონალებისთვის დაკვირვება, რომ როგორ იყენებენ ხელჯოხებს, ეს თქვა ასაკოვანი ადამიანები ხშირ შემთხვევაში და აი ძალიან ხშირად აი პირადი დაკვირვებითაც 90%-ში არასწორად არის მორგებული ეს ხელჯოხი. ანუ შეიძლება ამ შემთხვევაში უბრალოდ ადამიანს გაუჭირდა სიარული რაღაცა პერიოდში და ექიმთან მისვლის ნაცვლად და სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის ნაცვლად უბრალოდ იფიქრა რომ კაი იქნება ხელჯოხი და თავისით იყიდა და ამ შემთხვევაში რეალურად მას სიარულის მანერაც უზიანდება და სხვა სტრუქტურებიც უზიანდება. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორი რჩევა მიიღოს და რაც უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთება დღეს, ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება ეს. ხო, ძალიან მარტივია ეს მორგება. რომ წარმოვიდგინოთ ახლა ძალიან ისეთ პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ, მაჯა ყველა მიცით და მაჯის საათს შეიძლება ატარებდეთ, ხო? მაჯის სტრუქტურა. მდებარეობა, მაჯის თუ ადამიანი დგას, მდგომარე პოზიციაში და ხელი აქვს დაშვებული, სწორად გამართული, ამ შემთხვევაში მაჯის დონეზე უნდა იყოს სახელური ამ ხელჯოხის. ისეთი სიგრძის უნდა იყოს ხელჯოხი. თავი ხელჯოხზე როდესაც საუბრობთ ერთი სიგრძის თვლიებაზე, მეტი ეს თქვათ შეცვლის შესაძლებლობა არაფერი არ აქვს, თქვათ ყავარჯას თქვათ ორი ცვლილების კომპონენტი აქვს, ხელჯოხს მხოლოდ ერთი სიგრძეს ცვლით ხელჯოხის შემთხვევაში. შესაბამისად, აი ეს მარტივ დასამახსოვრებელია. ამართულ პოზიციაში ხელი უნდა იყოს მაჯის დონეზე უნდა იყოს ეს. ან სხვანაირად თუ თქვათ უფრო მეტი სამედიცინო პერსონალი შემოგვიერთდება, დიდი ციბრუტის დონეზე უნდა იყოს ეს. ბაზარის ძვალს თუ წარმოვიდგინეთ, დიდი ციბრუტის დონეზე უნდა იყოს ეს. სახელური, რათა ამ დროს, როდესაც ამ ადგილზე თუ ამ სიმაღლის იქნება ხელჯოხი მაჯამდე და ხელს მოკიდებს, მოხრა იდაყვის სახსარში, ახლა მაგალითად ეს არის გაშლილი იდაყვის სახსარი, მაგრამ მოხრას უკვე კუთხეს უზომოთ განრიდან არ გულისხმობთ შიდა კუთხეს, მოხრა უნდა იყოს დაახლოებით 15-დან 30 გრადუსამდე. და არა ეს ძალიან მოხრილი და სადღაც ხარი ვადის და უკვე ადამიანს დეფორმაცია ეწება ხერხემდის. ესეთი არ უნდა იყოს და არც პირიქით ჩავარდნილი არ უნდა ქონდეს ხელი. იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმუმ ხელჯოხს იმიტომ ვაძლევთ პაციენტს თავი მიმართულება ის არის რომ დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეძლოს და უფრო მეტი ბალანსირება ჰქონდეს. და ახლა თუ ამ პირიქით ხელს უშლი და უფრო მეტი დეფორმაციები გჭირდება, ეს ნიშნავს რომ ჩვენ თქვათ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არ გაგკეთებია ესეთი რეკომენდაცია. ეს რაც შეეხება ხელჯოხის მორგებას. ახლა როგორ გადაადგილდეს ადამიანი? ახლა ხელჯოხს რომ იყენებენ, თქვათ შეიძლება იყოს პრობლემა ორმხრივი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ცალმხრივი, აი რაღაც ის მარჯვენა მხარეს რაღაცა შეიძლება ის იყოს ტრაუმული არ რაღაც ისეთი პროკურორი სისტემური დაავადების დროსაც ხო აი რაღაცა მუხლის ტკივილი მქონდა მარჯვენა მხარეს და აი ამ ფეხს ვერ ვაწვევი და მჭირდება ხელჯოხი. და აი პირველი შეკითხვა რაც მოდის ხოლმე პაციენტებისგან, როდესაც ჩვენთან მოდიან, აი სწორია თუ არა მარჯვნივ მიჭირავს ხელჯოხი. ჩვენ ვეკითხებით ახლა მარჯვენას მარცხენას არაფერი ესეთი მნიშვნელობა არ აქვს საკრალური. თქვენ რომელი მხარე გაწუხებთ? და ახლა მიდგმულია ხელჯოხის ტარება იმაზე თუ რომელი მხარე აწუხებს პაციენტს, ქვედაპირულზეა საუბარი. თუ პირობითად მარჯვენა მხარე აწუხებს პაციენტს მარჯვენა ქვედაპირული, მარჯვენა ფეხი, ამ შემთხვევაში ხელჯოხი უნდა ქონდეს მარჯვენა მხარეს, ძლიერ მხარეს. და ხშირია ხოლმე ის შეცდომა, რომ აი მარჯვენა ფეხი ისამ უბრალოდ მარჯვენა კიდური თუ აწუხებს, უნდა ქონდეს მარცხენა მხარეს.
ძლიერ მხარეს. დაუბრუნებელია ხშირად და წინააღმდეგობაში მოდიან, ხო, ალბათ. წინააღმდეგობაშიც მოდიან. და ჭირდება ამისი პრაქტიკული დემონსტრაცია, მაგრამ იმდენად გამჯდარია ხოლმე ეს არასწორი რწმენა, რომ რახან სუსტია მხარე, იმ მხარეს უნდა მქონდეს ხელჯოხი, რომ თვითონ პირველ დემონსტრაციაზე რომ კარგი დაიარეთ მას, თვითონ უკეთესად გამოდით ეს სიარული. მაგრამ მცირედ რადგან კონცენტრაციას აკეთებენ სიარულს, მაგრამ მცირედი რაღაცა მაგალითად თუ დაусმებთ კითხვას, რომ დღეს რა დღეა, თქვენ საიდან გზანდებით, უკვე იკარგება ეს ყურადღება, კონტროლი და უკვე აქვთ წაქცევის პრობლემები და შემდეგ გადააქვთ სწორად. ესე იგი, შევთავაზეთ იმას, რომ თუ თქვა სამი მდგომარეობა და რომელიმე ერთი კიდურის პრობლემა აქვს პაციენტს, ხელჯოხი გამოიყენება საწინააღმდეგო მხარეს, ანუ ძლიერ მხარეს, მეტად ძლიერ მხარეს. და სიარულის მანერა შესაბამისად როგორი იქნება. გადავდგამთ ხელჯოხს და სუსტ კიდურს ერთდროულად, კომპენსაციას აკეთებთ და ამ დროს დაყრდნობთ სხეულის მთელი მასის დაყრდნობა ხდება ძლიერ კიდურზე. სუსტი კიდური და ხელჯოხი, შემდეგ ძლიერი კიდური, სუსტი კიდური, ხელჯოხი, ძლიერი კიდური, ესეთი ციკლით მიდის სიარული ტემპი. და პაციენტს თავად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანაბრად გადადგან კიდური და ხელჯოხი, ეს არის თავი პრინციპი. სად გადავდგა კიდე ამას აქვს მნიშვნელობა, რომ ეხლა მაგალითად რა დონეზე უნდა იდოს ჯოხი წინ რაღაცა მეზობლის სახლს მივწდებით და ჯოხს გადავდგათ, თუ რაღაცა თიხის წვერზე დავიბიჯოთ ეს ჯოხი. დაახლოებით 15 სანტიმეტრზე უნდა გადაიდგას წინ და ოდნავ გვერდზე. ეს ხელჯოხის წვეტი უნდა იყოს იატაკზე, ან მიწაზე 15 სანტიმეტრი წინ და ეს 15 სანტიმეტრი რო წარმოვიდგინოთ, დაახლოებით ჩვენი მაჯიდან თითის წვერამდე მანძილია და ეს პატარა მანძილის გავლაზე ნაკლები, ანუ ეს რაც შეეხება ხელჯოხის გამოყენებას. ხელჯოხთან მიმართებაში ძირითადი საკითხები დავხარეთ ჩვენ, კლასიფიკაცია, მორგება და სიარულის მანერა ხელჯოხის შემთხვევაში. მე კითხვა თუა, შეგვიძლია გამიხილოთ თუ არა და გადავიდეთ სხვა დავხარეთ საშუალებაზე. ხო, ერთ-ერთ კომენტარს გავაკეთებ, რახან თავდაპირველად ჩვენ განვარდეთ სხვა ტიპი ხელჯოხის, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება მორგებადი ყოფილიყო, ზოგიერთი რეგულირება, ესე ზომის რეგულირება არ იყო შესაძლებელი, ამიტომ გამომდინარე ხა შენ რაც აგვიხსენი, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს ისეთი ხელჯოხი, რომლის მორგებაც შეიძლება ჩვენს ზომებზე ხომ ასეა, იმიტომ რომ როგორც მივხვდით, ესე ცალსახად მოგად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასწორად არ ვიდგეთ ამ დროს, რაღაცა პოზისირთულები არ გქონდეს, არასწორად მორგებული ხელჯოხის და ასე შემდეგ, მოკლედ სწორად არეგულირებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორც მივხვდით. შემდეგ დამხმარე საშუალებაზე უნდა ვისაუბროთ, ალბათ. დამატებით უბრალოდ რაღაც ისეთი განსხვავებული დამხმარე საშუალება თუ არა, თან ხელჯოხს უბრალოდ იმას დავუთავ, რომ ხელჯოხს შეიძლება წვერი ჰქონდეს, ანუ იატაკთან შეხების ადგილი ერთწვერიანი იყოს, სამწვერიანი ან ოთხწვერიანი. სხვანაირად თქვა ინგლისურ ლიტერატურაში თქვა სამფეხიან, ოთხფეხიანს უწოდებენ ხოლმე ამ შეხების წერტილებიდან, ანუ რაც უფრო მეტი მხარდაჭერა წირდება პაციენტს ბალანსის მიხედვით, მით უფრო მეტი თავი აქვს, მით უფრო მეტი შეხების წერტილი აქვს საყრდენთან ხელჯოხს და მით უფრო ფართია ეს შეხების წერტილი. სტაბილიზაციიდან გამომდინარეა ეს. გასაგებია. ლეილა, ესეთი შემოთავაზება მაქვს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საკითხი ალბათ ესე დეტალურად დავხაროთ თითოეული დამხმარე საშუალება, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი მორგების პრინციპები. ხომ არ ჯობს რომ დავყოთ ესე სერიებად და შემდეგი ჩართვა ასევე გავაკეთოთ სხვა დამხმარე საშუალებთან დაკავშირებით. ეხლა შეგვიძლია თუ თანახმა იქნები, მნიშვნელოვანი მომენტები გამოვყოთ ზოგადად სიარულისთვის საჭირო დამხმარე საშუალებების მნიშვნელოვნებაზე, შერჩევაზე და თუ არის რაიმე აკრძალვები. იწება თქვი, რომ ხშირად არის 90% ახსნე მეგონი შემთხვევები, შესაძაც არასწორად იყენებენ მომხმარებლები. თუ შეგვიძლია ესეთი აკრძალვების, რამდენიმეს გამოყოფა, რა არ უნდა გავაკეთოთ, თქვათ, ხელჯოხის ან სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენების დროს. პირველ რიგში გადასამოწმებელი ამ დამხმარე საშუალებების საყრდენთან შეხების ადგილი როგორია? ეხლა ამაში რას გულისხმობ? ეს იქნება ხელჯოხი, გადასაადგილებელი ჩარჩო თუ ყავარჯენი, საინტერესოა მისი ეს დაბოლოება როგორია.
ეს მაგალითად ჩვენ აღნიშნეთ, რომ ალუმინი შეიძლება იყოს, ხის შეიძლება იყოს, კარბონი შეიძლება იყოს, მაგრამ აბსოლუტურად ყველას დღესდღეობით აქვს რეზინის თავაკი. იქიდან გამომდინარე, რომ მოსრიალება იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და შეიქმნას ვაკუუმის ზედაპირთან შეხების დროს. და ეს შემთხვევით თუ მოძვრამ ჩვენს დაახლოებით საშუალებას, რაც შეიძლება საფრთხეში კენჭებზე მიარეთ და რაღაცნაირად ისე მექანიკურად მოძვრა, ან უკვე შეიძლება ბუდმივი დანიშნულების არის ეს დაახლოებით საშუალება ჩვენთვის და გაიცვით ამ ხმარებაში. აუცილებლად არ უნდა დავზოგოთ ამისთვის დრო, შესაძლებლობა და ეს უნდა შევწოვოთ, იმიტომ რომ უსაფრთხოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის პაციენტთა მუშაობის დროს. ეს თავკები ალბათ ვისაწვდომი არის, ხო, როგორც ხელმისაწვდომია ესეც ძალიან მარტივად და აი თქვა ისიც შეიძლება პარალელური მაგალითი დაეკეთდეს, რომ მაგალითად ჩვენ არ საუბრობთ კონკრეტულად ეხლა საქართველოს ერთი შეხედვით კი პატარა ქვეყანაა, მაგრამ ბევრ სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა შესაძლებლობის რეგიონს მოიცავს და აი როდესაც მაგალითად მიდივართ ისეთ ადგილებზე, სადაც რეაბილიტაციის ცენტრი არ არის, კლინიკაც კი არ არის, რაღაც ამბულატორიაც კი არ არის და აი პაციენტს აქვს საჭიროება, რომ მუდმივად უნდა იყენებდეს ახალ საშუალებას და ეხლა იმას უნდა უთხრა, რომ ეხლა წადით, იცით, ამა და ამა აფთიაქში შეგიძლიათ იყიდოთ ან გამოიწერეთ ამაზონიდან ესეთი, ანუ ხელმისაწვდომობა არ არის ამისიდან. ანუ ალტერნატივების გაკეთება შეიძლება ხოლმე თქვათ რეზინის ფორმებიდან გამოჭრა, მიწებება, თქვათ ხის ხელჯოხს რო აქვს ხშირ შემთხვევაში, ან თუნდაც რეკლამაში შეეძლება მაგრამ სხვადასხვა შუქუნა სასმელების თავების, პლასმატის ბოთლების თავების გამოყენება, აი მაგალითად ათფობენ ურჩევთ ხოლმე თქვათ გაათფობ, თქვათ ანუ ესეთი გადაწყვეტილება ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. თავარია რომ პირდაპირ შეხება არ ქონდეს ხეს ან კარბონს. მადლობა, მე როგორც მივხვდი და შეგვიძლია შევაჯამოთ ჩვენს გთხოვოთ ამატო. ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩევას ხელჯოხის, ზოგადად დამხმარე საშუალებების ზომის სწორად დარეგულირებას და უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებას, ხო? აი თუნდაც ეს რომ გაცვეთადი რაღაც ნაწილები რაც არის, აუცილებელია დროების შეფასება და შემდეგ შეცვლა. რამე ხობრ არის კიდევ რისი დამატებაც გენდომებოდა ამასთან დაკავშირებით. ხო, ხელჯოხთან მიმართებაში ფაქტიურად ეს ამით შევაჯამეთ, მნიშვნელოვანია მორგება, რაც თქვით და კარგად ავიმახსოვრეთ თქონი, რომ აი მაჯისაა, სადაც ვიკეთეთ ამ ადგილზე უნდა იყოს სახელური ხელჯოხი. ანუ შეგვიძლია ეს თავისუფლად ხშირად ურჩევ ხოლმე, როდესაც ესეთი შეხვედრები მაქვს ადამიანებს, თქვენ თუ ეს ზუსტად იცით და მიიღეთ შესაბამისად, აი მაგალითად დაეხმარნენ ამ ვებინარს, ხო? ურჩიეთ ამ ადამიანებს თავისუფლად, იმიტომ რომ შემდგომ ისეთ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევენ დამატებითი ფუნქციონირების შეზღუდვა წარმოეშვებათ ხოლმე ამ ადამიანებს და აი თამამად ურჩიეთ მაგალითად მე და თეონარაძე შევთანხმდით ეს რჩევა რომ გაითვალისწინოთ ძალიან კარგი იქნება დაეხმარებით დიდად ამ ადამიანებს და აი დამატებით შეიძლება სამედიცინო პერსონალისთვის საინტერესო იყოს ხოლმე აი ერთი იყო რომ აღნიშნო რომ ხელჯოხი რომელ მხარეს უნდა გვეჭიროს და შევთანხმდით იმას რომ ძლიერ მხარეს უნდა გვეჭიროს და მეორე ეხლა ერთი არის რომ თქვა პაციენტი პირველად მოხდა კლინიკაში და იმას უთხრეთ რომ ხელჯოხი მარჯვენა მხარეს დაიჭიროს მაგრამ ყველაფერს სჭირდება შეჩრება ხო აი დამხმარე საშუალებასაც ხელში რაღაც უცხოური მიჭირავს და მნიშვნელოვანია რომ აი სწორად გაუკეთოს ინსტრუქტაჟი ფიზიკურმა თერაპევტმა, ოკუპაციურმა თერაპევტმა, ექთარმა თუ ვინც იქნება სამედიცინო პერსონალი და სად უნდა იყოს რომ ეს უსაფრთხოების შეგრძნება ქონდეს მაქსიმუმი ჩვენს პაციენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიაღწევთ ხელჯოხის დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას. და ამ დროს სამედიცინო პერსონალი სუსტ მხარეს უნდა ედგეს პაციენტს გვერდით, იმიტომ რომ თუ თქვათ რაღაც დისკომფორტი ექნება ამ პაციენტს მოხდეს მის დაცვას და საწყის ეტაპზე მაგალითად ჩვენს პრაქტიკაში ძალიან მიღებულია თეორია რომ იყენებთ უსაფრთხოების კამარს, როდესაც ვასწავლით გადაადგილებას პირველ ეტაპზე პაციენტს და თავს გზობენ უსაფრთხოდ და აი დამატებით ისეთი მინიშნება თუ რჩევა კიდე სამედიცინო პერსონალისთვის ის იქნება რომ ძალიან კარგია თუ რეკომენდაციას მიცემთ რომ ძირს არ იყურონ პაციენტებს ამ შემთხვევაში აი საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია თქვა რომ თუ ჩვენ ვეუბნებით იმას რომ ეს რაღაც პიროს 15 სანტიმეტრი წინ უნდა გადადგათ რაც უფრო დაძაბულები არიან პაციენტები ერთი ანუ თუნდაც ეს სიარულის ციკლით არასწორი გამოდით და როდესაც ვეუბნებით რომ რაღაც მოდულით ეს ხო კარგად აკეთებს ყველაფერს უბრალოდ წინ იყურეთ აი წინ რაღაც ნიშნულს უყურეთ ამ შემთხვევაში ისინი უფრო ადვილად სწავლობენ ასეთ სიარულს ახალი საშუალებას
ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი წესი დაემატა მოგას ჩვენს რეკომენდაციებს, რომელიც ვახსენეთ. ლეილა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს, იმიტომ რომ კიდევ ბევრი თემა არის დასაფარი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს შეხვედრა აუცილებლად შეინახება ჩვენს მშობლის სკივრის გვერდზე, ამიტომ შეგიძლიათ ჩართოთ, უყუროთ და კიდევ ერთხელ მოისმინოთ ის მნიშვნელოვანი წესები, რომელიც საჭიროა დავიმახსოვროთ ამ შემთხვევაში ხელჯოხის გამოყენების დროს. მადლობას გიხდი, ლეილა.